მოგესალმებით. მინდა გამოვეხმაურო კოალიციის სახელით დღეს გაკეთებულ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მიერ. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ სრულიად კატასტროფიული იყო ის, რაც მოვისმინეთ და ამდენად აღმაფრთოვანებელი იყო კინაბა კუჩავას გამბედაობა ასეთ ვითარებაში და ასეთ კონტექსტში ძალიან სწორხაზოვანი და პრინციპული პოზიცია. ჩვენ არც ერთი წამით არ გვეპარება ეჭვი, რომ ის რაც მოხდა მიმართული იყო მისი პოლიტიკური განეიტრალებისკენ უპირველეს ყოვლისა და იმ პარტიის, რომლის თავმჯდომარესაც იგი წარმოადგენს. სულ თანადგომას უცხადებთ თინას და კვლავ ვაფიქსირებთ, რომ ამ მწვერვალებს ყოველდღიურად იპყრობს ამ უმძიმეს ჭალებში მწვერვალებს ყოველდღიურად იპყრობს ქართული ოცნება. ეს პირველი შემთხვევა არ არის და ვარაუდობ არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით და ყველაზე უფრო მოწყვლადი, ასე ვთქვათ, სუბიექტების მიმართ ვუქარით გულისხმობ ბავშვებს და მათ შორის პირველ რიგში მცირეწლოვან ბავშვებს. ეს არის კადიროვის საქართველო, ეს არ არის საქართველო. ასეთი რამ უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, ასეთ რამ არ უფიქრია იგორ გიორგაძესაც კი ათეულობით წლების წინ, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ეს უცნობია და ამას კადრულობს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები. ამგვარ ვითარებაში ხაზგასმულად ვამბობთ, სრულიად წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ რეჟიმთან რაიმეზე თუნდაც ირიბი თანამშრომლობა და უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია სრული ართანამშრომლობის რეჟიმი, სრული ბოიკოტირება მათ მიერ მოწყობილი სამარცხვინო სპექტაკლებისა და უპირველეს ყოვლისა ამაში გულისხმობთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ჩაგვითრიოს პროცესის სიმულაციაში, რაც მხოლოდ მას აწყობს, არ აწყობს პირველ რიგში ჩვენ სამშობლოს, არ აწყობს საქართველოს მოქალაქეებს და არ აწყობს არც ერთ პოლიტიკურ მოღვაწეს. ჩვენ ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული. მეც ვერთები, ბუნებრივია, ჩვენ კოალიციის სახელით საუბრობ და მართლაც შემზარავია წარმოიდგინო, როგორ შეურაცხყოფენ ჩვენ ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს ის ადამიანები, ვინც აკადრებენ საქართველოს მსგავს საქციელს. ბავშვები ჩანტაჟი, მოტაცებები, ბოროტ მოქმედება, რომელსაც არ იმსახურებს ეს ქვეყანა, არ იმსახურებს საქართველო, არც მისი ისტორია, არც მისი აწყო და არც მისი მომავალი. ეს არის ქვეყნის მორალის, ქვეყნის საფუძვლების გრევა. სწორედ ამიტომ ჩვენი უპირველესი და ყველაზე მთავარი ამოცანა არის ამ სისტემის ჩამოშლა, ჩამონგრევა და პრინციპული ბრძოლა ამ გზაზე. მართლა აღმაფრთოვანებელია და ძალიან დიდი პრინციპული ბრძოლის მაგალითია სიმყარის, ლიდერობის, გამბედაობის ის, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ თიკას გამოსვლაში. სწორედ ასეთ მაგალითებზე დგას ეს სახელმწიფო და არ უწერია გადაშენება და არ უწერიათ რუსებს გამარჯვება, როდესაც ესეთი ადამიანები იბრძვიან წინა ხაზზე. შესაბამისად, ბუნებრივია სრული უპირობო სოლიდარობა და ასევე გამოვიტანოთ დასკვნა. თავარი დასკვნა არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ასეთი გაჭირვების თუ პრობლემის, მე გაჭირვებას, თინას მდგომარეობას ვერ დავარქმევდი, საამაყოა მის საქციელი, მაგრამ არა მხოლოდ ესეთ კრიტიკულ მომენტებში ჩვენი ბრძოლა დგას სრულ სოლიდარობაზე. პოლიტიკურ სოლიდარობაზე, საზოგადოებრივ სოლიდარობაზე, ჩვენი მთელი პროდასავლური სრული უმრავლესობის სოლიდარობაზე, სადაც დევს გამარჯვების გასაღები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვართ აბსოლუტურად სოლიდარული და რა თქმა უნდა, ასევე ვეხმიანები მის მოწოდებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საერთოდ გაუქმება, ამაზე საერთოდ ლაპარაკიც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის ბოროტ მოქმედი რეჟიმი და უნდა დავასრულოთ ეს ეტაპი, როდესაც ვკამათობთ კიდევაც ამ საკითხზე. ერთიანად, ღირსეულად უნდა დავდგეთ ერთად ამ რეჟიმის წინააღმდეგ.